რაღაც ნიკამელიას ეტყობა გამოფხიზლება თქვა ხა არ მინდა შემდეგ ჯერზე რამე ისეთ სიტყვის რომ რა თქმა უნდა მაგის საწინააღმდეგო იქნება, მაგრამ მე რაღაც ცოტა არეული ტექსტი იყო ციხიდან მოწერილი, რომ მოკლე შინაარსი ეს იყო, რომ გრძელი გზით უნდა ვიაროთო იმისთვისო რომ სწრაფი გამარჯვება მოვიპოვოთო. ანუ უნდა დავგეგმოთ გრძელვადიანი ბრძოლა იმისათვის რომ მოკლე ვადაში მოვიპოვოთ გამარჯვება. ჩვენ სამწუხაროდ წლების განმავლობაში პირიქით ვაკეთებდით იმისათვის რომ გული არ გვეტკინებინა ჩვენი თანამოაზრისთვის. ჩვენ დავასრულებთ ამ უსამართლობას იმ შემთხვევაში თუ 30 წლამდე იმ შემთხვევაში თუ ვიტყვით რომ ბრძოლა უკომპრომისო, წინააღმდეგობა უკომპრომისო, მაგრამ ფინალი და ფინალური აკორდის აღება როდის იქნება 8 თვეში, 9 თვეში თუ 1 წელიწადში, ეს არავინ არ ვიცი. დავიგებოთ გრძელი დისტანციისთვის და მაქსიმალურად ვეცადოთ მოკლე დისტანციაში დავფაროთ ეს გასავლელი დისტანცია. მოკლედ გრძელვადიან გეგმებზე უნდა გადავიდეთო და ეს რაღაცა 4-ში დავიწყოთ, 4-ში დავამთავრებთ, ამას უნდა შევეშვათო და მიხეილ სააკაშვილმა მე დამაბრალა მოღალატეობა, ახლა გაახსენდა ოდის ამდენი ხნის ნათქვამი. ოპოზიციიდან ერთ-ერთ პოლიტიკოსმა ივანიშვილზე გარიგებული და გაყიდული მიწოდა. შეუძლებელია ჩემთვის ისეთ პოლიტიკოსთან, რომელსაც მე ხარი აობა რამდენიმე მისი პარტიის წარმომადგენელმა, ჩემს მხრიდან თანამშრომლობა, რომელიც შენ ბარალს გდებს ივანიშვილთან გარიგებაში. იმ ივანიშვილთან, რომელსაც მთელი არსებით ვუწოდებ რუსული რეჟიმის ინტერესების გამტარებას. ვიღაცას მაინც გაახსენდა სხვათა შორის, როცა მიშამ იმხელა პოსტი დაწერა, სადაც ღია დაადანაშაულა გვარამია, ზურა ჯაფარიძე და ნიკამელია და კიდე სხვები მის ღალატში და ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობაში, ისე არავინ არ შეიმჩნია ეს ამბავი, გეგონება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს კი არ დაეწეროს, რა ვიღაცას დაეწეროს, რომელიღაცა სოფელს. ანუ რეალურად მისი ფორმულა ხო ეგ არის? მოღალატეს დაგიძახებ თუ არ გამიერთიანდები და გაერთიანება ნიშნავს, რომ უნდა უკოცნო. ის უნდა წუწნო. ნიკამელია მოკლედ მაგაზე თქვა, რომ მე 1 კილომეტრის რადიუსში აღარაფერი აღარ მესაქმებაო იმ ადამიანთან, რომელმაც ასეთ რაღაცა დამაბრალაო და ანუ თუ მოღალატე ვარ, ერთიანობა რაღაც გინდა. და თუ ჩემთან ერთიანობა გინდა, მოღალატეს რომ დამიძახებ, მაგითი რატო გაქვს მოლოდინი რომ გაგიერთიანდებ, მაგრამ ხომ ასე შვებოდა, გაშანტაჟებდა, გამიერთიანდი და ანუ გამიერთიანდი, ანუ დამემორჩილე თორე ეთერებიდან დაგბლოკავ, დამემორჩილე, თორე გაგანულებ და დაგაკენსელებ და ამაში იყო ხო სულ. გასულ წელს ჩვენს წინააღმდეგ მუშაობდა, ანუ ჩვენი კონკურენტი იყო ამ არჩევნებში, ნაციონალურ მოძრაობას ასუსტებდა ეს პოლიტიკური ძალა. აქედან გამომდინარე ბიძინა ივანიშვილს ძალიან უხაროდა, რომ ბევრი ოპოზიციური მოთამაშეა ველზე. და რა თქმა უნდა ჩვენი ესე ვთქვათ მიზანი სწორედ აქედან გამომდინარე იყო ოპოზიციის გაერთიანება იმ მომენტისთვის 2024 საპარლამენტო არჩევნებისთვის რომ ერთი ერთზე დასავლეთსა და რუსეთს შორის ქონოდა ამ მომრჩეველს არჩევნის გაკეთების საშუალება. ახლა ერთხელ ასეთ ცილისწამებულ ბრალდებას ისვრის და ბოლოში სადღაცა კატალეოპოლდივით იტყვის რომ მიუხედავად ყველაფრისა ჩვენ მეგობრულად უნდა ვიცხოვრო. შენ პირადი პოზიციაა მეგობრებო. ასეთ ადამიანებთან ერთ სივრცეში მე ვერასოდეს ვერ ვნახავ. ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ მომავალ თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო გარემოში თუნდაც სააკაშვილი ითამაშებს საკვანძო როლს. საიდან აღწევ ფული საიდან არაფერი არ შეშული. ვიღაცამ უნდა გაბედოს და თქვას. თქვა სააკაშვილმა და მეტი რა თქვას გილაური თანამშრომლობდაო, მიღალატაო, დააფინანსაო, ქოციაო, მიღალატესო და მეტი რა თქვას, ამაზე ავტორიტეტულმა ვიღამ უნდა თქვას. არა, კი, მაგრამ ერთია სხვაზე რო ლაპარაკო. მე ავიღე ბიზნეს ფულის უნდა თქვას. ნიკამელიამ გამოვიდეს თქვას, შევწდი, დაუჯერე ნიკა გვარამიას, დაუჯერე და ჩავთვალე რომ ბიზნესთან ბრძოლა ბიზნეს ფულით მოსულა. ნიკა მოიტანა 40 მილიონი, ჩვენ ბედნიერად დავხარჯეთ. ცოტა ჯიბეში ჩავიდე, ან არ ჩავიდე, რა ვიცი, ჩავიდე თუ არა, მე რა ვიცი. აი ხა ხო ხდები, აი თუ გძელი გზა არსებობს, ხო მარტო ეს გზა არსებობს. და ხო უნდა განიწმინდო იმ გაგებით, რომ მათ შორის ხვებმაც მოინანიო კაცო, იქიდან ისო ჯაფარაც იტყვის კაცო, მე შემიყვანს შესწავლაში, არ მეგონა სუ ბიზნესთან ბრძოლა მინდოდა, ცხოვრებაში არაფერი არ ქონია ბიზნეს საერთო, ნაცებიდან წამოვედი ისე რომ ბიზნესთან ვაფშე არაფერი საერთო არ ქონია, ასე ისე და ბოლოს ნიკა გვარამია მაინც მომატყუა ფული. არა, მაინც მეგონი ვერ იმეტება ნიკა გვარამიას შეჯერებას. თუ ხა ფულის თავი წყარო თუ ნიკა გვარამია კიდე დაჭირდება. ეს ბუნებრივი ამბავია. ვის არ დაუშვია შეცდომა. გამოვიდა თქვა რომ აი კი ბატონო
ასე ვერ გიტყოდით, როგორ უნდა გეთქვათ, რომ გვარამია ბიზნესთან ფული მოიტანა, ვო ჩვენში გვეგონა რომ ჩვენ აგერა მე არ ვარ მოსყიდული და მეგონა რომ ჩვენ ამ ფულს გამოიყენებთ, რომ ბოლოს ბიზნეს დავამარცხებთ. ну, შეიძლება დებილურად გამოჩნდეს, მაგრამ მინიმუმ შეიძლება ამის გამო პოლიტიკურ კარიერა დაასრულო, მაგრამ ხო რაღაც განთავისუფლებ მართლა ველს დამარჩენებისთვის. ანუ შენ თავის პასუხისგებლობას აიღებ, რომ აი მე და გვარამია შევდით მაგათ. ჯაფარა სულელია ვერ მიხვდა, რომ ჩვენ 200 მილიონი ასე და კითხვაც კი არ დაგვისვაო, გაიგე? ბევრი მიფიქრი ამაზე ციხეში პარტიების აკრძალვის საკითხზე, რომელსაც გეგმავს ივანიშვილი და გაგიკვირდება და პარადოქსალური პოზიცია მაქვს მე, რთული ალბათ რომელიმე რეჟიმის რომელიმე სიშლეგეს კვერი დაუკრა, მაგრამ თუ კი მაინდა-მაინც კვერის დაკვრა და დათანხმება ამ სიშლეგეს დავითანხმებოდი კიდევაც, ვინაიდან დარწმუნებული ვარ, რომ ნულიდან აშენდება პოლიტიკურობა ამ ქვეყანაში, რეალური ნამდვილი პოლიტიკურობა და გაცანტვერებიდან აღდგება რეალური პოლიტიკურობა. ანუ ჩვენგან უნდა გაიწმინდოს და მე ჩვენვე უნდა აღდგეთ ფენიქსი. ეს არის